ადამიანმა უნდა შექმნას თავისი ცხოვრებით ჯვარი. მას უნდა ჰქონდეს სწრაფვა ღვთისაკენ. ეს მიმართულება არის ვერტიკალური სწრაფვა. ამასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს სწრაფვა ადამიანებისაკენ და ეს არის ჰორიზონტალური ხაზი და ეს ჯვარი მის ცხოვრებაში გამოისახოს. ადამიანი შეიძლება ავიდეს ღმერთთან და შეიძლება დაეცეს ჯოჯოხეთამდე. უფალი ხედავს ჩვენს ნაკლს. გვეყოფა. არსებობს დებულება საქართველოს ეკლესიაში, რომლის მიხედვით პატრიარქი წერს ანდერძს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში მოსაყდრე უნდა დადგეს ესა და ეს პიროვნები. უწმინდესი და უნეტარესი დავით მეხუთე ამბობდა სულ, რომ ანდერძი არის შენზე დაწერილი, მე მეუბნებოდი. მაგრამ სინამდვილეში არ აღმოჩნდა ეს ანდერძი და სინოდი შეიკრიბა და ამირჩიეს მოსაყდრედ და 40 დღის გლოვის შემდეგ შესდგა საეკლესიო კრება 77 წელს და 25-ში კვირადღე იყო და შესდგა ჩემი კურთხევა. Დებო და ძმებო, საყვარელო საქართველოს სამწყო, შეგნებული მაქვს ის უმძიმესი სამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ის ამ წმინდა ტაძრის ხარებს ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. პირველი ტალღა თუ ზღვასავით ტალღა ეს იყო 25
დეკემბერს, როცა მთელი სვეტი ცხოველი და ეზო და მთელი ქუჩები გაივსო ახალგაზრდობით. და ეს იყო უკვე იმედი. და აი პირველი ჩემი სურვილი და პირველი ჩემი მიზანი იყო ის, რომ გამთლიანებულიყო ერი ეკლესიასთან. ეგრძნო ის, რომ ეკლესიას ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს ერისათვის. მოვიდა ერთი ადამიანი ჩემთან. მაგრამ ამავე დროს მას ჰქონდა კავშირი ხელისუფლებასთან. და ასეთი რჩევა მომცა, რომ თქვენ ყოველ კვირას წირვა არ უნდა შეასრულოთ. ეს თქვენი გამოსვლა უნდა იყოს მოვლენაო. ვითომ ახლა ჩემთვის ზრუნავდნენ სინამდვილეში უნდა შეზღუდული ყოფილიყო. და მეორე ადამიანი მოიდა და მითხრა, რომ მოდიო დავსხდეთო და 20 წლის გეგმას შევადგინოთ. იმათ ეგონა, რომ ალბათ 20 წელზე მეც არ ვიცოცხლებს ეს პატრიარქი. და საოცარი მოხდა. 7 წლის შემდეგ თვითონ გარდაიცვალა. ასე რომ ჩვენ გეგმავთ და უფალი განაგებს. უნდა ახსოვდეს ქართველ ხალხს, რომ ღმერთი, ვისაც აძლევს დიდ მადლს, იმას ბევრი მოეკითხება. ჩვენ გავართ რეალური საშიშროების წინაშე. შემოსულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უფალს. ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ მივედით უსკრულთან. მაგრამ მე უფრო მეც ვიტყოდი. არა მარტო მივედით, ჩვენ ჩავიხედეთ უსკრულში. სულ ომებში ვიყავით დაწყებული მირიანიდან და დღემდე. მარავდის ველზე დაეცა 9000 ქართველი კაცი. ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ მხედართა და მხედართმთავართა ბრძოლის ველზე მომწყდართა. ამათ სამშობლოსათვის და სარწმუნოებისათვის დადეს თავი. ერთმა ნათლში ამყოფოს მათი სულები. პირველი ლოცვა უნდა იყოს სამშობლოსათვის. პირველი სიკეთის კეთება უნდა იყოს სამშობლოსათვის. მე მახსენდება ჩემი პირველი ვიზიტი იერუსალიმში და როცა ჩვენ ცალ-ცალკე შევდიოდით მაცხოვრის საფლავთან და როცა გამოვედით, ყველას ცრემლი ჰქონდა თვალებზე და
მე ვკითხე, აი პირველი ლოცვა რა იყო თქვენი მეთქი და ყველამ თქვა სამშობლო გადაარჩინეო. შეიძლება დაუშვათ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სილხვედრი არ გადარჩეს. ეს შეუძლებელია ღვთის მადლით. საქართველო აუცილებლად გადარჩება. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ადამიანი დგას კიბეზე, ან უნდა მიდიოდეს მაღლა, ან უნდა ეშვებოდეს დაბლა, ეცემოდეს. და სასულიერო პირი და მithumetes პატრიარქი მოწოდებულია იმისათვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ესე იგი, ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. რამდენი წლისა ბრძანდები? 102 წლისა ვარ. 102 წლისა? მათი უნდა ვაჭროთ საკონცერტო. მე მინახავს ადამიანი, რომელიც სულიერად ეცემა და არ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. არ აკეთებს კეთილ საქმეს არც თავისი სულისათვის, არც სამშობლოსათვის, არც ეკლესიისათვის. და მე შევეცადე ამ ადამიანის ამოყვანა ამ მდგომარეობიდან და ყოფილა შემთხვევა, რომ უარი უთქვამს. მიუხედავად ამისა, მე ვალდებული ვიყავი კიდევ და კიდევ გამეწოდა ხელი დახმარების და მეც ალბათ ხანდახან მოთმინება არ მყოფნი და ესეთი შეცდომები მეც მქონია ღმერთმა გვაპატიოს შეცდომები და ცოდვები. არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ადამიანმა უნდა შეიძულოს ცოდვა. ამას უფალი ღებულობს როგორც საქმეს. აი ჩვენ სურვილს, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ უცოდველნი, მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებთ ამას. უფალი ხედავს ჩვენს აღებას. მე მახსენდება წინა პატრიარქების სიტყვები, როცა სამრეკლოდან, სიონის სამრეკლოდან აგდებდნენ ზარს, იმ დროს ყოფილა სინოდის სხდომა. და აი იმ სხდომაზეც კი მდგარა ეს საკითხი, რომ გაიხსნას აკადემიაო და მე ვიღაცას უთქვამს, რომ კაცო, რა დროს აკადემია ზარს აგდებენ სამრეკლოდან და ხურავენ ტაძრებს და მონასტრებს. მე შევიტანე ორი განცხადება, ერთი მოსკოვში, ერთი საქართველოში, აქ ჩვენთან აუცილებელია აკადემიის გახსნა. მე დავასახელე, რომ აი ჩვენ დიდი ტრადიციები გვაქვს, არსებობდა გელათის აკადემია, იყალთოს აკადემია, გრემის აკადემია და ესე მოხდა აკადემიის გახსნა. საჭირო არის თუ არა მითარგმნოს ბიბლია მეგრულად და სვანურად. აღმოჩნდა, რომ 60%-მა უარი თქვა, ანუ მათ განაცხადეს, რომ არ უნდა ითარგმნოს.
60% ძალიან ცოტა. დიახ. ეს უნდა იყოს 99%. და უნდა გვესმოდეს ჩვენ რას ნიშნავს ეს. უკვე საფანგაშოა ეს. იმან უნდა იცოდეს, ვინც ამ გზას გაადგება, რომ მომავალი თაობები სალანწყავი გახდება. ადამიანს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს სამშობლოსათვის. ადამიანი არის ადამიანი, რომლის გულში აი ოჯახის წევრებიც ვერ თავსდებიან, ვერ ეტევიან, ესეთი ვიწრო სურვილები და ვიწრო ინტერესები აქვს. მაგრამ არის ადამიანი, რომლის გულში მთელი სამშობლოა და მთელი ქვეყანაც ყველასთვის სიკეთე უნდა. სამშობლოსათვის რა უნდა გააკეთოს შენ? სამშობლო უნდა გავამრავლო, როგორც დედა. როგორც დედამ კარგი შვილები გავაზარდა სამშობლოს. თქვენ ამბობთ შვილები ყავდეს, მაინც რამდენი უნდა ყავდეს? ბევრს გაიცინდა, მაგრამ მე 7 მინდა. მაინც რატომ გაიცინდა? შვიდი მე ვფიქრობ ცოტაც არის. დასაწყისისთვის 7. ერთი დაგვრჩა, რომ ვთქვათ ამინ. ღმერთვაინებოს, რომ მართლა ასე იყოს. ყოველი ბავშვი, მესამე ბავშვი ოჯახის თუ იქნება მშობლების სურვილი, ახლა მშობილი ბავშვი მიუხედავად ეროვნებისა იყოს ნათლული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა. საერთოდ ადამიანი არ არის სიკვდილისთვის და ძალიან ხშირად ამბობენ, რომ როგორ ავხსნათ აი გარდაცვალება, სიკვდილი, ადამიანის სიკვდილი. ყველაზე კარგად ახსნა ქართველმა ადამიანმა, როცა თქვა, რომ აბობს სიკვდილი კი არა, გარდაცვალება. მე მახსენდება უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ მეორის გახსენება გალაქტიონის შესახებ. გალაქტიონი დააჯილდოეს ლეის ორდენით პრემია მისცეს და მთელი თბილისი გავიდა შესახვედრად სადგურში, რკინიგზის სადგურში და ჩამოდგა მატარებელი და გალაქტიონი არ არის. ეკითხებიან, სად არის ჩვენ ხვდებით ოფიციალური შეხვედრა? ისო დიდუბეში ჩამოიდაო. ხო და წასულა უწმინდეს ეფრემთან, მაშინ ეპისკოპოსი იყო, იცნობდა კარგად, მისულა მასთან და უთქვამს, რომ მეუფეო, აი ახლა მოსკოვიდან ჩამოვედიო, დამაჯილდოეს და მოდი ერთად დავლიოთ. აი ესეთი პიროვნება იყო. ჩემ დროს აღევლინა ლოცვა გალაქტიონისათვის და მე მივეცი ლოცვა კურთხება, რომ აეგოთ წესი გალაქტიონისთვის და ლოცვები შეგვესრულა მისთვის.
მეოთხე საუკუნეში უკვე ქრისტიანობა არის სახელმწიფო რელიგია. ვახტანგ გორგასალი ეს უდიდესი მეფე, რომლის დროს საქართველოს მოიპოვა, საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და იყო დადგენილი პირველი კათოლიკოსი პეტრე. ჩვენი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობისა და უბედობისა გამო დაკარგული იყო ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა ავტოკეფალიას. ჩვენ გვქონდა ძალიან მრავალი წლის განმავლობაში დიდი ესეთი ძალიან მძიმე საუბრები და კამათი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომელიც არ სმობდა საქართველოს ეკლესიას როგორც დამოუკიდებელს და ჩვენ წარმოუდგინეთ მათ დოკუმენტები, ასევე ჩვენი მიწერ-მოწერა სხვადასხვა ეკლესიებთან, ასეთ უძველეს ეკლესიებთან, ვთქვათ, რომის პაპთან მიწერ-მოწერა, სადაც რომის პაპი აღიარებს დამოუკიდებლობას. აი, ჩვენ მივახციეთ იმას, რომ იძულებული გახდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ავტოკეფალია. Του Αρχιεπισκόπου και Πατριάρχου ημών Βαρθολομαίου, του Πατριάρχου ημών Ηλιού, Κωνσταντινούπολης, Αχαλή Ρώμης, Havარეპისկოპოსο და მსოფლიო Πατριάρχο Βαρθολომე პირველო. დიდი სულიერი სიყვარულითა და სიხარულით მოგესალმებით თქვენ და თქვენს თანმხლებ პირებს საქართველოს თივკურთხეულ მიწაზე კურთხეულ არს მომავალი სახელითა უპრისათა. Μακαριότατε και προσφυλέστατε εν Χριστώ αδελφέ, Αρχιεπίσκοπε Μετσχέτης και Τυφλίδος και Καθολικέ Πατριάρχα Πάσης Γεωργίας Κύριε Ηλία. სამების ტაძარი არის გვირგვინი ჩვენი არა მარტო ხუროთმოძღვრების, არამედ საქართველოს ეკლესიის გვირგვინია. და მე ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ წმინდა სამებამ თბილისში დაიდგა თავისი ტახტი. არ მგონია, რომ სოფლიოში იყოს ასეთი ლამაზი წმინდა სამების ტაძარი. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მხრივ, რომ ეს ტაძარი ამთლიანებს მთელ ერს და იმედს აძლევს. როგორც ამბობს ზოგიერთი, აი ამ ურთულეს პერიოდში და გაჭირვების პერიოდში ქართველმა ხალხმა რომ შეძლო ამისი აშენება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია ქართულ ხალხს. და ჩვენ აი ამ ტაძრის გარშემო უნდა გავმთლიანდეთ და ამ ტაძარმა უნდა აგვიყვანოს ზეცას. შინაგანად ძალიან ამაღლებული გრძნობა აქვს ქართველ ადამიანს და მას მე ვხედავ განსაკუთრებით ხელოვნებაში. რა არის სილამაზე?
ჩემი აზრით, სილამაზე ეს არის ჰარმონია. სილამაზე, თქვათ, მუსიკაში, მხატვრობაში. მუსიკა აკეთილშობილებს ადამიანის გონებას, ადამიანის გრძნობებს და აღკავს ზეცას. ჩვენ თუ ეროვნული ფასეულობა არ შევინარჩუნეთ და ეროვნულ ფასეულობას თუ გაუფრთხილდით, მოსული, მოტანილი ფასეულობა ჩვენ დიდ არაფერს არ მოხსევს. აი რომ მეკითხებიან მე აი ყველაზე დიდი რა გაკეთდაო ზოგი ამბობს აზრები აშენდა ზოგი ამბობს აკადემიები გაიხსნა მე ვფიქრობ ყველაზე დიდი ეს არის აი ეს შვიდი ლოცვა ერთიანდება ერი გარკვეულ საათს და ახავლენს უფლისადმი ლოცვას. ჩვენთან არს ღმერთი. ამინ.
ბავშვი გარბის სადაც მინდორში და დაინახა ძალიან ლამაზი ყვავილი და ერთი ადამიანი უყურებს და უახლოვდება ამ ყვავილს. იმ კაცს გონია რომ ეხლა მოსწყვეტს ამ ყვავილს და წაიღებს. სინამდვილეში მივიდა ბავშვი, დაიხარა აკოცა ამ ყვავილს და ისევ გააგრძელა თავისი გზა. ფილმი შექმნილია დავით ბეჟუაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით.